რომელიც შეიტუნა გავუკარებ იცი რომ გააჩაიქრო გავაჩერე მანქანას დავ ჩავაქრე და რომელი კარგი გავაგე ყოველ უნდა დავო მაგრამ პატარები ვიყავით 200 ალბათ ჩელამთავრებული არ ქონა ვიყიდე ჭიჭიკო ანუ არ გახსოვებთ ხეთ ბიჭებს ალბათ ახსენებ ეს მძალი ზაპოროჟეცები რო ჭიჭიკო ეს ეძახე მაგათ ჭიამაი ბაგი ვიყიდეთ მე შოთიმდა და ორმად შევა მეგობარო 700 მანეთი ანუ 700 მანეთით ხოჟიანი ფული იყო მოვავაგროვეთ ვიყიდეთ და რა თქმა უნდა სულ გაფუჭებული იყო ის მანქანა რა სულ რაღაცა უჯეხნა მე ჩვენ რა ვიცოდით მანქანის ისა უჯექი ვიხარე და რაღაც დაღმართო ქოქავდი ეს როგორ იყოფდით ხოლმე ამ მანქანას წარმოიდგინეთ 15 წლის თოთებს ჩავეყრებოდით ამ მანქანაში და თან მაშინ ხოლმე დადიოდი ხა მაშინ გერეხა ცხოვრული ხა 15 წლის ბიჭი უპრავო თუ არ აკვრეთ ეს რა უბანში ვკატაობდით გავინახავდით თქვა იმას აქია მილიციას პოლიციას გავაჩერებდით თვითონ არაფერშუაში არა ვართ და ასე მოკლედ ოჯახში პრობლემა არ ქონდათ მე არა ნუ მამაჩემმა ეგრევე მიხვდა რომ რაღაცაშია საქმე იმიტომ რომ სულ ქოთქოთი რო იყო ხა სახში და რაღაც ერთხელ სია იპოვა იმის რა ქვია გაფუჭებული ნაწილების და რა ხდება უკითხανε ნუ მე რაღაც ისტორიებიც გადაგვხვდა რა თქმა უნდა მანქანასთან დაკავშირებული. დამოკიდებულება როგორი გაქვს ზოგადად ანუ ხარ ისეთი გადამკვდან ხო აი რომ აი ხა არა ეგეთი არ მიყვარს რომ გაფუჭებულია რა თქმა უნდა და არ მიყვარს არაფრის გამოსვა ვერ ვითამ პროფილაქტიკაში წასვლას სულ ვცდილობ რომ ისე მოგვარდეს რომ ან ვინ უნდა აიყვანოს ჩემო მეგობარმა ან მძღოლმა ან ვინ რომ გამიკეთოს და მომიყვანოს მე ჩემით არ შემილია ძალიან დისკომფორტს გწნობ როდესაც მე მიწევს ანუ რაღაც მანქანის გასაკეთებლად წასვლა. ნუ ძირითადად ხა ცუდი მძღოლი არა ვარ თქვა თუ ან ცუდად დამყავდეს რაღაცას ნორმალურად დამყავს რა ხა რო გითხრათ რომ ნიკი ვაუდავარ თქო არა მაგრამ აი შენ საოცნებო ავტომობილი რომელია? არა აი ეგეთი ის არა მაქვს აი თუ ეხა მომწონს თქვათ აი ეს ზოგადად შეიძლება თქვა Bentley Coupe მაგრამ ეხა 200,000-იანი მანქანით თბილისის სიარული უბრალოდ აი წარმოუდგენელად მიმაჩნია რა აი ყველაფრის გამო ეხა არანაირად არის მგონია რომ აქ ჩამეთქვა 200,000-იანი მანქანის სიარულიც თბილისში ცოტა არ იყოს მეუხერხული სპორტული ავტომობილები გიყვარს ეს არის სპორტი G ხო კი ეს ახალი მოდელი აი როგორ გზნობ კომფორტულად გზნობ იცი აი თავიდან ხო თქვი რომ ვიზუალურ ძალიან მნიშვნელობა აქვს ხო მაგრამ შიგნითა რა თქმა უნდა ეს კომფორტი ალბათ მნიშვნელობა აქვს რომ შიგნითა ძალიან კომფორტული იყოს ხო ძალიან დღესდღეობით უკვე ყველა მანქანა შემიძლია აღნიშნოს რომ ცდილობს რომ გააუმჯობესოს ვიზუალური მხარე და კომფორტი და მინდა ვთქვა რომ ავტოფუშიანი მანქანაა რა მე ხა არ მყოლია არასდროს მაგრამ შეიძლება ითქვას რომ ძალიან კაი მანქანაა და ამ ბოლო რაღაც წლების მანძილზე ძალიან დაიხვეწა დიზაინი თვითონ მანქანების და ცდილობენ რომ კაი კონკურენციაა რა დიდი კონკურენცია მინდა მართლაც აღნიშნო რომ არაჩვეულებრივი ალბათ ეკონომიურიც იმიტომ რომ ფიქრობ რომ ორეული მანქანები მეტნაკლებად არის ეკონომიური და ძალიან კაი მანქანა ახლა ეს სატარებია აი ქალის ხო აი ეგ უნდა მეთქვა აი ოჯახში რომ თქვა უღლეს უყიდო და ისე რაღაც ბავშვები ხოშიანი მანქანა არაფერი გამოცვას ან რაღაც შეძენას უახლოეს პლანეობლისთვის ფიქრობდი კი მაგრამ თვითონაც ისეთია რა რომ აი თვითონაც ეგრე რომ თორჯინა უთხარი და მოდი გამოცვალოთ რომ ითხრა რომ ესე არა რა მივეჩვიო და ყავს პრადო ყავს ორკარიანი და თვითონაც ესე მიჩვეული თორე რა ვიცი მელიქიშვილის ქუჩაზე ეს უკვე როცა ეს
შემოვიდა, რა ქვია, ქალაქის პარკინგი, რა ქვია, მაგას City Park ხო და მელიქის შულზე საქართველოს ბანკის შენობა როა იქ უნდა შევსულიყავი ნოტარიუსში და დიდი ხანი მომიწია ზომა და მაგ დროს იყო თუ არ ვწდები რაღაცა ფილარმონიაში ხდებოდა რაღაცა და ეს მანქანები იყვნენ ორიგად მიყენებული ასე ვთქვათ იმასთან ტროტუართან და ერთ-ერთ რიგში თავდექი მე არა ტროტუარიდან უკვე მეორე თუ მესამე რიგი მომიწია რა დგომა და 1-2-3 საათი მომიწია შიგნით ყოფნა და რომ გამოვედი ეთქვა კონცერტი დამთავრდა და ყველა წავიდა და ჩემი მანქანა იდგა ფაქტურად შუაში რა ხოლო რომ გამოვედი დავიბენი რომ ხანო გადასამალია რომ მანქანა დამჩენია ვია და არავინ არ იპარაფები აღარაფერს და გამოვედა მანქანა რომ არ დახანხა პირველი რაც მომივიდა თავში უნდა თქვა სიმართლე მეთქი მომპარეს ხო გუშინაც დამჩაგია 1-2 საათით მანქანა და არც არაფერი ნუ ტელეფონის მე და შიგნით არავინ არ ჩამძვრა რაც რა თქმა უნდა ხა ადრე წარმოუდგენელი იყო რა და დაგჩენოდა ფეხსაცმელი მანქანაში ერთი ცალი არ წაიღებდი ბრენდის სლოგანი The Power to Surprise სრულად ასახავს კომპანიის მისწრაფებას, გადააჭარბოს მომხმარებელთა მოლოდის მუდმივად განვითარებადი საავტომობილო ტექნოლოგიების წყალობით.